კახეთში რთველისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. გურჯაანში დღეს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. კახეთგლეხებში შეაქვთ, რომ გვალვების გამო ყურძნის ცუდი მოსავალი იქნება. მთავრობა პირობას დებს, რომ რთველი წინა წლებთან შედარებით უფრო ორგანიზებული იქნება. გვალვამ შააწუხა. უწყლობამ წყალი არ არის. გურჯაანის რაიონის სოფელ კოტეხის მკვიდრს არჩილ სადუნიშვილს მოსავლის ნაწილი გვალვამ გაუნადგურა. ამიტომ ყურძნის შედარებით მცირე მოსავალს ელის. თუმცა იმედოვნებს, რომ წლევანდელ სეზონზე ყურძნის ფასი არ შემცირდება. უკაი მოსავალია შულო, წელს არის ეგ თორე 8-9 ტონა ყურძენი დამიკრეფნია. ლარათ ვაბარეთ, აი 2 წელიწადია და კმაყოფილები ვართ წინა წლებთან შედარებით. რთველისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს კახეთში ოფიციალურად დაიწყო. გურჯაანში გახსნილი საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და ჩაბარებული ყურძენი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ელექტრონულ ბაზაში აღერიცხება. სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნებიან, რომ წლევანდელი არახელსაყრელი ამინდი მოსავალს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს და ყურძნის ფასი გლეხებისთვის მისაღები იქნება. მთავრობა წლევანდელი რთველის უფრო ორგანიზებულად წარმართვას გეგმავს. მოსავალს ველოდები ძალიან კარგს, ფასი დარეგულირდება ბაზრიდან გამომდინარე. პირველი ამოცანა რთველის ორგანიზებულად ჩატარება, რიგების თავიდან აცილება, ყველა ყურძნის დაბინავება, რაც კახეთის რეგიონში მოიკრიფება და ამავე დროს მონიტორინგი ხარისხზე, ფასზე, რაოდენობებზე და ასე შემდეგ. წელს ველოდებით დაახლოებით 100,000 ტონა ყურძენს, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგიონში მინიმუმ უნდა შემოვიდეს 100 მილიონი ლარი. ეხება ამინდს, რა თქმა უნდა, გვალვამ თავისი დაღი დაასვა მოსავალს, რა თქმა უნდა, იყო ადგილები, სადაც სეტყვაც მოვიდა, თუმცა ზოგადი სურათი, საერთო სურათი არის საკმაოდ სტაბილური და საკმაოდ ნორმალური. რთველისთვის ემზადებიან ღვინის კომპანიებიც. ბიზნეს სექტორი იმედოვნებს, რომ გლეხების ყურძენი ხარისხიანი იქნება. წელს უპრეცედენტოდ ყველაზე დიდ რაოდენობას გადავამუშავებთ, ეს იქნება საშუალოდ 5-დან 6,000 ტონამდე. მიუხედავად ხარისხობრივისა, მიუხედავად რაოდენობისა, მაქსიმალურად ვართ ჩართულები. ჩვენ წელს გავახორციელეთ ამისათვის ინვესტიცია ზუსტად გურჯაანში, რომ უფრო მეტი რაოდენობა გადავამუშავოთ. ჩვენ გვეგმავთ დაახლოებით 1500 ტონა ყურძნის მიღებას, როგორც ამაში შედის როგორც წითელი ისე თეთრი. ეს ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობებია, სრულყოფილი მოსავლის მისაღებად, თუმცა ჯერჯერობით გეგმები არ შეგვიცვლია. შაშანდელის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია კვლავ იმოქმედებს, როგორც რქაწითელზე, ასევე საფერავზე. გვალვით დაზარალებული გურჯაანელი მევენახეები ყურძნის სუბსიდიის იმედზე არიან. 35 თეთრი სახელმწიფო კილოგრამში გადაიხადოს. ძალიან კარგი. ცუდა თუ ქარხანას მოუმატებს რა 15 უფრო კაი იქნება. კომპანიების მიერ დაწუნებულ ყურძენს კი სახელმწიფო ჩაიბარებს. ღვინის კომპანია გრუზვინპრომ, ეს არის კომპანია სახელმწიფო, არის მზად მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის ყურძენი, რასაც კერძო სექტორი დაიწუნებს. აქ ამ ქარხანაში, რომელიც თქვენ ნახეთ და ასევე 9 არენდირებულ ქარხანაში, ეს ყურძენი ძირითადად წავა კონცენტრატად ან ბრენდის სპირტად. რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო.